მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ხო ხართ მაგრად, ჩვენც მაგრად ვართ. ესეთი არჩეულებრივი სტუმარი ყავს. გიორგი მარშანია, ჟირაფი ჟოზე ხო იცით? თუ 4 წლის ბავშვები ხართ, არ ვიცი რატომ იყურებთ, მაგრამ ესე იგი გაგიჟდებით და გადაირევით თუ 4 წლისები ხართ. 4 წლისების ხართ. მოკლედ ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი, მსახიობი, რეჟისორი და რა ვიცი, ყველაფერში კი მოკლედ ადამიანი, ეხა კიდე გვიყვებოდა რაღაცებს აპირებს. გიორგი, როგორ ხარ? გამარჯობა. კარგად ვარ. მადლობა. ესო დაგროზული ყოფს. იკო. რითომ არიცი ხო? რა გჭირს? სამსახურიდან დამირეკეს დამითხეს გააჩვიო. თავს რუიდებილეს. ეგრევე ვსო. კიდია ჟოზე ტრანსი რატო იყავი მაგაზე ვილაპარაკო. არა, მაგაზე გადავალ. ეგ არის ყველაზე პოპულარული ფრაზა, რასაც აი TikTok-ზე რაც არ უნდა დავდო. აი არა აქვს მნიშვნელობა რა. ჟოზეზე ვლაპარაკობ, ხაჭაპურ სინჯავ, თუშეთში ვარ, ანუ ყველაფერზე მაგას სოსოს გაგცემენ. თავს რატომ იდებილებ რა, მაგას წერენამ. და ვიღაცებმა თან არიციან რა, ეხლა ხო გავიდა რამდენი წელი 10 არა 9 წელი თუ რაღაც ეგრე 8 წელი და ვიღაცებმა არიციან და გონიათ რომ მე მლანძღავენ და მე მიცამენ რომ რატო არის დებილი, რატო იდებილებს თუ რაღაც. ხო და მადლობა. გიყურებთ, კარგი იუმორი გაქვთ. ეგ მიმდინარეობა არის იუმორი, რაც თქვენ რაც გაქვთ. ნუ პრინციპში შენგან უფრო TikTok-იდან საიდანაც გაგიცანით. ანუ შენთან ძალიან ახლოს არის, მაგრამ მე რაღაც არ გამომდის, იმიტომ რომ ეხლა ისეთი ალბათ არ ვიცი, ცოტა იმიჯიც მიშლის და ჟოზეში ვერ ჩასვამ. ხო, არა, ჟოზეში კი არა, ცხოვრებაშიც ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან ჟოზე რო გამოდის. ისრაელი, პალესტინა დაუჭირეთ მხარი. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემის სპონსორია კომპანია წამი, რომლებიც არიან ვენეცია ნიკოს და გაგა მილანოს საათების ერთადერთი ოფიციალური შემოტანები საქართველოში. შეგახსენებთ ასევე, რომ 20,000-ზე ამ არაჩვეულებრივ საათს ვათამაშებთ, რომელიც ღირს 2,600 ხო? 200 ლარი. ემატება ინფლაციის ფონდზე, შემდეგ გადაცემაში 3,200. ასე რომ, ნუ გეზარებათ გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ 80% ვინც გვიყურებთ არ იწერთ. მაგებს ხედავთ, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ და დააჭირეთ ერთ ღილაკს. წინა ვიდეოზე დაგვიწერეთ ხო ჯურს 20,000 რა არისო საათი რო დაჯდებაო. 2 წლიანი გარანტია მოყვება, თუ საათი დაჯდება, გააგზავნი მილანში და ჩამოგიტანენ ახალს, ასე რომ ტრაკი დააყენთ და უბრალოდ არხი გამოიწერეთ და საჩუქრებზე ნუწუწუნებთ, რა ძალიან გთხოვთ ეხა. ხო გინდათ რომ მუსტანგი გაგითამაშოთ მომავალში და ხო, ясნია. გამოიწერე და აკლიკ. ხო, საჩუქრები მოგიტანეთ და რაღაცა არის ჟოზე რო იდა. საჩუქრები მოგიტანეთ, ძალიან ცუდად დევს რო აქ ოპერატორი გვეუბნება და ხო არ მოვაშოროთ აქეთ. ეს შეიძლება რომ კეკეკაცი. კაი, ესე იგი, პირველი სტუმარია, ვინც საჩუქრები მოგვიტანა. ჩვენ არის ის ანუ მე სადაც დავდივარ, აი ძალიან მიყვარს საჩუქრების გაცემაც და მიღებაც რა, აი აბსოლუტურად ერთნაირ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებაშიც და გადაცემებშიც ახლა თავისთავად ვცდილობ. მიღებაც გააგრავთ საჩუქარი. არა, თანა მაგითო თქვი რომ თანაბარ არა აქვს მნიშვნელობა რა გავცემთ. ეს წვენი მეგობრებო, ჟოზეს წვენცა აქვს. ანანასი თუ არის. მულტიმიქსი, ეს არის მულტიმიქსი, ერთი შენ. მადლობა. და ჟოზეს წვენები მაქვს. და ეს არის ვაშლი. რაღაცებს კიდე დავამატებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ანანასი დავამატე. ეს რომ ცოდნა და არ გაურევდი. კოქტეილი აქ და კი, ეს არის ნატურალურია თან მართლა, ანუ დანამატი არ აქვს მართლა, არც დანამატი შაქარი არ აქვს, არც ის არ აქვს. ამ ბავშვებისთვის სასარგებლოა. ან თავის ფრუქტოზა აქვს მარტო რაც აქვს იმ ხილს. ხო, თავისი ხო, აი მაგას რომ მეკითხებიან ხოლმე, რომ შაქარი, ანუ თავისი ხილს რა შაქარიც აქვს, ეგ აქვს, მაგრამ დანამატი არაფერი არ აქვს, არც აღებავი, არც რაღაცა. აბა გავსინჯეთ. ეგ უნდა შეანჯღრიო, იმიტომ რომ ნალექი რო აქვს. ეგეც ხო იცი, ნალექიანს რო ხედავენ, გონიათ რომ რაღაცა და პირიქით არის, ანუ როგორ შეიძლება ნატურალურ წვენს არის. ნალექია. მულტიმიქსი არის, სტაფილო, ვაშლი, რაღაც წელი. ეხლა გამომაჯამრთელონ აქ თუ რა უნდა. კაი და წყლები მე 18 წელია ვცდილობ რომ ღვიძლი დავიშალო და ეხლა სტაფილოს წვენს მასმევთ. ამას გადავალ, ეს ხო შეიძლება უხეში. ო რა კაია. კაცო მიაფურთხე თუ. კაი, წყალი მე წყალს დავლე იმის დროს რა ქვია. გადაღების დროს და რავი, თქვენც ისე მოგწ რომელი მე კოქტეილს დავლე რომელი დიზაინი, ანუ მაიმუნის პილო. მომეც მაიმუნი. შველო ხედავ ვინ ყავს სტუმრად.
არ ვიცი რატომ მიყურებ. დედაშენს დაველაპარაკებ, ჩემ გადაცემებს რატომ უყურებ, მაგრამ კაი, ამ ყველა- კიდე არის საჭირო. კიდე არის. კი. ეს მარია. ესე მოდით ხოლმე მოგვიტანეთ. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. სიურპრიზ კვერცხი რა. ვა, მიყვარს ხო და სურპრიზები. 4 წალი მოვიტანე, თუ გინდა 2 აქვე გახსენით, თუ ძალიან გაინტერესებს 2 წაიღე, თუ გინდა 2 წაიღე. ზარიც არ არის. ეს არის დიდიც და პატარაც რა. Unboxing-ი. თან რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ის ხო ცოტა რეკლამირებაც არის და ვითომ ისა რა. ბიზნეს. მაგრამ მართლა მაგარი რაღაც არის ბავშვობაში ბეჰემოტებს და რაღაცებს თუ რა ასე კი არ ვიცი თქვენ თუ მე ბავშვობაში რავი კინდერი იყო ჩემ დროს. ჩემ დროს 16 ბეჰემოტები რო ამოდიოდა. საბჭოთა კავშირის კინდერს მოება. ცოტა ხო შეიძლება სხვაობა იყოს ასე. ბრატისლავას საგზური ამომივიდა ერთხელ. კინდერ. ნოვოსიბირსკის ექსკურსია. სუზანასთან ფასდაკლება. აუ ამაში რატო უყურეთ თო ეს ჩვენი სპორტი. ამა გავხსენით. რა ხდება? რაპაპაპაპამ. მაგრამ რა არის მეც მაინტერესებს მართლა რა არის? ჟოზეები გაიჩითა. ერთი ხო, ჟოზე. ჟოზე. ეს არის ჟოზე. ჟირაფია რა მოკლედ და ამას ქვია. მულტფილმი არის. ამას რა ქვია ეს? კურდღელია. კურდღელი არის ჩარლი ჩაპლინის კოსტიუმით რა. მაგრამ რა ქვია სახელი? დუდუ. დუდუ? როგორ არის აქ ეს ჩვენი პერსონაჟები ამოდიან სხვადასხვა ანუ თვითონ ხო პერსონაჟები არიან სხვადასხვა პერსონაჟების როლს ირგებენ. ტრანსი ჟოზე ამოვივიდა. არა, ეგ არის ჟოზეფინა. ეგ ტატუ არის რაც ნახე ეგ ტატუ არის. რა არის? აი ეს რაც ნახე ტრანსი ჟოზეფინა არის ისა. აი ტრანსი ჟოზე. შენ გითხარი რა. შეერქვა მაგას ტრანსი. ბავშვები რომ უყურებენ ტრანსი ჟოზე. არა, ამ გადაცემას ბავშვები არ უყურებენ, ასე რომ შეგვიძლია აქ არის სტუდია ველოსიპედი. არ მანდ არის კოლექცია რეებიც ამოდის. აი უკან ნახე რაც ხატია, ეგენი ამოდის. რა და უნდა შეაგრო. თუ ამას თუ შეაგროვებ, 24 ფიგურა არის. არა, მაგას თუ შეაგროვებ, არაფერი, მაგრამ ისე რაღაცა მომგებიანი მონეტებიც ამოდის. ვა, ის გაიჩნდა. რამე ის არა გაქვს, აი მაგალითად ადრე თამაში რო იყო. რო დახურავდი და ტიტორქალებს რო გაჩვენებდა მოზარდებისთვის. ჟოზეში არ არის იგივე. და კაი, კიდე ერთი საჩუქარი. ეს რა არის, წვენმა რა მიქნა თორა. ეს პირადად შენ ბოდიში შენზე არ მქონდა ინფორმაცია და შენ ვიცი რომ შენი შვილი უყურებს რამდენიც არ უნდა იწვალო და ეს არის კარაოკე მიკროფონი, სადაც არის ჟოზეს სიმღერები. აი გახსენე და ისიც არის, ტექსტიც არის რა, ბარათებით და თუ სიმღერა ის შეგიძლიათ დატესტო აქვე იმღერა. გაუშვი შენი ის. Владимирский централ, ветер северный. არა, ერთება ის ელემენტები ჩაუსვი და წესით უნდა ერთვებოდეს. მაჩვენე? არა, გვერდზე კნოპკით. აი, ხო. და მანდ ხა არჩიე და ტექსტი ამოიღე იქიდან და ჟოზეს. ეხ, შარიკ. აი, ხო. ეხ, შარიკ. Я как ты был на цепи. Шарик. ყველაზე ცუდი რეკლამა გააკეთა ტიპა იმენ. ჩვენი მაყურებლები არ იყიდიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვეულებრივი საჩუქრებია, ხო? უყიდეთ ბავშვებს, ხო? ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 7 წლის განმავლობაში ნაშენებია ჟოზეს იმიჯი რომ სულთა და შეურყნელი ამ ერთი გადაცემით თავზე არ დამექცევა. მე აქ დაბლაჩები რა ხავე. გამოგვდის და არა, უღრმესი მადლობა გიო მართლა, ბავშვი ძალიან დააფასებს. ყველაფერი წავა ეხა ბავშვთან. აბა მე არ ამყავ ჯერჯერობით. მაგრამ ჯერ გალებს უნდა გადახვიდე. ვიბუშავე ბაბაზე. რაღაც პერიოდის შემდეგ. სუპერ. დიდი მადლობა გიო, გაიხარე რა ეს. ესე დაწყება არ ქონია, ხო არასდროს. ეს ფუფუნებაში არ ვარ ჩვენ. გიო, როგორ ახარ? რა ვიცი. აი, აღარ გეღადავებით. მოკლედ ჩვენ ისე ვაქვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას.
ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. ეგეთი ისტორია არის რა, თუ ის так შეიძლება ალბათ მაგის მოყოლა. ბავშვები არ გიყურებენ. მოკლედ რაღაც აი პერიოდია სამოქალაქო ომი 90-იანების 9 აპრილი თუ რაღაც ეგეთ დაძაბული სიტუაცია და კახი კავსაძეს ხვდება თეატრში ერთ-ერთი მსახიობი რა. და კახი ეკითხება რომ როგორ ხარო და ის პასუხობს რომ კარგადო. და კახი უთხრა რომ შენ თუ პროჭი არ ახარ კარგად როგორ ხარო და ამიტომ ეხა ისეთი პერიოდია რომ სუიძაბები ვიღაც რომ ეკითხება როგორ ვარ რა. დაძაბული ფიქრობ როგორ პასუხო. ხო რა, რავი როგორც ყველა რა. შეეფერება. ხო მხნედ და შემგუებლობა რა. ეგეთი ისე რა. შემგუებლობაც ისეთი სხვა მაგასაც შეიძლება. მაგაზე გამოდება და არა, შემგუებლობა, ნუ პრობლემებთან შემგუებლობა. დარჩენი რავი ისე სტუდიაში ბევრს მუშაობ წესით დატვირთული შემოდგომა უნდა გქონო და ეხლა ძალიან ბევრი სიახლე და კიდე ბევრი სიახლე მართლა ეხლა ის რო არ ყოფილიყო რა ხე. ხო, არა, იმიტომ რომ ეხლა ეს წვენები საერთოდ არ ვიცოდი, წყალიც არ ვიცოდი. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს, ყველაფერი არ მოვიტანე რომ არ გადაგცეულიყო იმ რეკლამად რა ქვია. ყველის გასახეხი კონტეინერის რეკლამას ვაკეთებ სურო ისე რა, მაგრამ ძალიან ბევრი სიახლე გავაკეთეთ, ხის სათამაშოები, ფაზლები. საერთოდ ახალი სერიალი დავიწყეთ, ჟოზე ხوار ახალი სერიალი დავიწყეთ, დუქსი. კიდე ერთ სერიალს ვიწყებთ, ალბათ ერთ თვეში იქნება. ასევე სრულმეტრაჟიან მულტფილმზე ვიწყებთ მუშაობას აქტიურად და ასევე სტუდია, აი რასაც გეუბნებოდი, ესეთი გადასაღები YouTube გადაცემების ის, ანუ მოკლედ ძალიან ბევრი ისა გვაქვს. გეგმა გქონდა და ამას შეძლებს დაგვარად მივყვებით, მაგრამ ნუ აი ხა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც და მაინც ესე ვერც ვლაპარაკობ და ჩვენც აი ისე ვართ რა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ ვჩერდებით, იმიტომ რომ მაინც ისეთი მიდგომა მაქვს რა. ვიცი რომ სადღეგრძელოსავით გამოჩნდება, რასაც ვიტყვი, მაგრამ ანუ ბავშვებისთვის დრო ყოველთვის უნდა გამოვნახოთ ამაზე რთულ სიტუაციაშიც და რაღაცნაირად ეგ მისია ხო, გვინდა არ გვინდა, გვაკისრია რა, ვერ გავიგე. ვერ გავიგე. ფულიც გავაკეთოთ ბავშვებზე მეთქი. ხო, ეგ ხო. ფული მოყვა კაცო ადამიანს ამდენი შრომა და ანუ ეგ უნდა მეთქვა რა, კომპლიმენტი მინდა გითხრა, იმიტომ რომ ანუ არიან ხოლმე რაღაც პროექტს რო აკეთებენ და ეს პროექტი გავარდება და всё გაჩერდებიან ხოლმე და ამ პროექტს აწობიან და ანუ ეხა შენ მე რაც მითხარ მიშასგანაც ვიცოდი ის რომ ანუ კიდე ახალ სერიალს აკეთებს, კიდე სტუდია და ანუ კომპლიმენტი მინდა გითხრა რომ არ გაჩერდი და კიდე გააგრძელ განვითარება რა და მაგარი ბიჭია ძალიან. აი კონკურენციაო არ არისო რა და ჩემ თავს ვუწევო კონკურენციასო სხვა მულტფილმით და ეგ რისგან გამომდინარეობს ანუ შენ აი რო უთხრა უბრალოდ ადამიანებს ვისაც აი ეშინია არ და ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი ვისაც წარმოდგენაშიც აქვს რაღაცა შეიძლება სცენარისტია შეიძლება რეჟისორია მაგრამ უბრალოდ ვერ ბედავენ აი რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები მაგ ადამიანებისთვის და აი რაღაცა რჩევა რომ ისე რომ რა ვიცი ან შენ როგორ დაიწყე თავიდან რა თქმა უნდა ეხლა ყველა საქმეში არის სირთულეები ხო შენიც ესე არ იქნებოდა რომ დაჯექი და უცებ ყველა სირთულეები ეხლაც არის ხო თავიდან კი არა ეხლაც არის მთავარი სირთულე რაც ბოლო ნუ თავიდან ბოლომდე რაც მოყვება პირველი დღიდან დღემდე ეგ არის რომ აი მარტო ვართ რა და ეგ ძალიან რთულია იმიტომ რომ ანუ მჭირდება კონკურენტი ვისაც ან აჯობებ ან თუნდაც ფსიქოლოგიურად რაღაც შეჯიბრის მომენტი გაქვს მართლა ისწავლი აი ეხა რა მოხდა ხო რომ მოვედი აი მეც მინდა პოდკასტის გაკეთება შენ უკვე რო პოდკასტი გაქვს შევხედე რა განათება არის და ეს მე ხო მეხმარება მე თუ შენზე უკეთეს გავაკეთებ მე შენ ჩემი გამოცდილება დაგეხმარება და ეგ მე არა მაქვს რა მაგრამ თუ ვინმე გააკეთებს ანიმაციურ სერიალს იმას აქვს ჩემი სახით რა მით უმეტეს ეხა საქართველოს არის და აქ მე არ შემხვედრია ეგ პრობლემა რომ ვინმესთვის რჩევა გეკითხა და არ დაგხმარებოდა აი არც ერთ აი არ შემხვედრია ეგეთი რაღაც რა იცნობა არ იცნობა არ აქვს მნიშვნელობა შესაბამისად თუ ვინმე გააკეთებს ეს კარგი გამოცდილება რაც მე რამდენჯერ ცხვირი წავიტეხე იმას აქვს ეგ რა და ამიტომ უნდა გააკეთოს და სირთულე არის აი ეს ერთ-ერთი სირთულე რომ ძვირიანია და ფული არ არის აი ხო მიუხედავად იმისა რომ აი ბავშვებზე ფულს აკეთებ და დღესაც TikTok-ზე კომენტარებს მიწერდნენ რომ რა ძვირი ღირს ეგ პროდუქცია და რაღაცა და სინამდვილეში არ არის ჩვენ 6 მე-7 წელია მუშაობთ
და რეალურად მე-6 წელს გავედით მოგებაში. მოგებაზე, ხო. მანამდე რომ 6 წელი მუშაობდით სადღაც მინუსებში, სადღაც -30-35%. არა და ბიზნესში როგორ არის, რომ სადღაც +35-დან უნდა გქონდეს, რომ გადარჩე. ანუ +10% თუ გაქვს, ну ეხა ბიზნესაც გააჩნია, მაგრამ ისე უხეშად ვამბობ რა, ასე რომ ანუ მოგება მართლა ბევრად მეტი უნდა გქონდეს ბიზნესი რო ამომე რომ აი ბევრ ფულს იტოვებთ, ხო, ბიზნესი იტოვებს ფულს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გადარჩება. ანუ იმან რამდენიც დახარჯა, იმაზე ბევრად მეტი უნდა მიიღოს. ანუ ეს 2x2 4-ია და ჩვენ აი 6 წელი დაგვჭირდა ამისთვის. მაგრამ სხვას დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ნაკლები დაჭირდება. და 6 ძვირიანი პროექტი, ბევრი ადამიანი მუშაობს. აი ხა შენ გადაცემას აკეთებ და რამდენი ხარ? 2, 3, რამდენი? 3. ხო და ჩვენ ну 6 რა ჯამში. ну 6, ოკეი, მაგრამ ჩვენ ერთ სერიას რომ მუშაობთ ჯამში მუშაობს ალბათ ერთი 10-15 კაცის შემოქმედებითი და პლუს სტუდიას ჩვენ ახლა უფრო მეტი თანამშრომელი ყავს, იმიტომ რომ ყავს ბუღალტერი, ყავს იურისტთა ჯგუფი და ასე შემდეგ რა და ну და ერთი ახლა ერთ გადაცემას შე რამდენ ხანში აკეთებ? აი მე ერთ ჯამში ალბათ ჭირდება 7 საათი ყველაფერს, აი 0-დან რომ დავიწყოთ 7 საათში შეგვიძლია რომ ხო, მე ერთ სერიას ვაკეთებ 2-3 თვე. აბა წარმოიდგინე 2-3 თვე ამდენი ადამიანის ხელფასზე ერთი სერია 10 წუთიანი. ანუ ძალიან ძვირია რა. ხო და ეგ არის მთავარი სირთულე და დანარჩენი მარტო ჟოზე არის და ეხა უკვე დუქსიც არის მეორე სერიალი და აქ ამ ქვეყანას რესურსი რომ კიდევ რამდენიმე პერსონაჟი იყოს ხო. მესამესაც ჩვენ ვაკეთებ და ვიღაცებმა გააკეთონ ახლა მე-4 მე-5 რა. გააკეთეთ, გაუწიეთ კაც კონკურენცია ითხოვს და მეტი რა გააკეთოს, გააკეთეთ. და თან იცი რა არის? თან კონკურენცია რეალურად მეც მჭირდება და იმასაც. აი დაუშვათ ჩვენ თანამშრომლობთ რომელიღაც კომპანიასთან. ну ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანია ავერსთან ამ შემთხვევაში ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ხო, ჟოზეთი. ანუ კომპანიები ერთმანეთს ხო ძალიან ხوار დავასერიოზულეთ თქვენთან არ არის? არა, ხო. გამოუჭრით კლიანტ ამას. ანახე როგორ არის? რატო არის კონკურენცია კარგი? კომპანიები ხო ერთმანეთს სულ ეჯიბრებიან, დიდი კომპანიები. ანუ ავერსმა გააკეთა რაღაც ბარათი, ამანაც გააკეთა ბარათი. იმან გააკეთა ეს ხო ეგრე არის. და ეხა მაგალითად ავერს რო ყავს მულტფილმის პერსონაჟი გმირი, ანუ ისინი ამ იმაში ჟოზე ექიმი არის ავერსის სახე რა და რჩევებს აძლევს ბავშვებს, მშობლებს და რაღაცა ძალიან კარგი კომპეტენტური. ჟოზე ექიმიც არის. ჟოზე ექიმი არის ხო, ცალკე ქვებრენდი არის, ასე ვთქვათ, რომელიც სამედიცინო თემებზე და ახალბედა მშობლებისთვის რაღაც რჩევებს იძლევა და ასე შემდეგ რა და ამ ნიშაში ვერავინ ვერ უწევს კონკურენციას, ვერც GPC, ვერც სხვა აფთიაქი PSP, რატო? იმიტომ რომ მას სხვა პერსონაჟი არ არის. შესაბამისად, შენ თუ გააკეთებ სხვა პერსონაჟს, ხო, მიხვალ და ეტყვი რომ ნახე ჟოზე რო ავერსთან არის, შენ ჩემი რაღაცა დათუნია გააკეთე და იმაძე მაგრები ვიქნები და მართლა გააკეთებ ჩემზე მაგარს, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება, ხო იცი, ამიტომ ეს კონკურენცია ხელს კი არ უშლის, პირიქით ხელს უწყობს. იმიტომ რომ მე რო რაღაცა შენ რო GPC-სთან გააკეთებ, მიშემივა PSP-სთან და ხო აი ეგეთი ელემენტარული ისაა. მაგრამ მე დაგვიჭირდა 6 წელი მუშაობდიო და ძლიერს გავედი მოგებაში. არა, მე რას დავფიქრდი, იცი, ჟოზეს მიცემული რჩევები მაინტერესებს. ეხო ბავშვებზეა გათვლილი და ბავშვებს რას ურჩევთ? არა, ბავშვებო. ხერხემალი გაწუხებთ. არა, არის მაგალითად უფრო ახალბედა მშობლებისთვის. იცი მართლა რა კაი რჩევებს იძლევა, მაგალითად ახალბედა მშობლებისთვის, რომ აი ბავშვს რა ასაკიდან უნდა ელაპარაკოს, ზღვაზე უნდა წაიყვანო თუ არა, ზამთარში გარეთ გაიყვანო თუ არა და ვირუსებს როგორ ებრძოლო, რა უშოთ რომელი ვიტამინი რა შვება რომ იცოდესო და უშოთ K ვიტამინი ამაშვება და ეს არის ბევრი ამაში. 90-იანებში რა დაგვაკლდა რომ ჩვენი მშობლებისთვის ეთქვა ჟოზეს რომ უცებთ ბავშვებსო. მაგაზე ეხა დღეს აღარ არის ლაპარაკი. მაგრამ ძალიან კარგი არის. ეხს რო გაიჭრე ტალახი არ შველის. ხშირად აქვთ ხოლმე კითხვა რა, ეხა ახალბედა მშობლებს და მეც პრინციპში ახალბედა მშობლად ვითვლები, რომ აი რაღაცები არ იცი ხო, აი რაღაცა დედებს განსაკუთრებით რა და ამიტომ ამ რჩევებს ყავს კომპეტენტური პედიატრი, ნებისმიერი სიტყვა რაც იწერება ჟოზე ექიმის გვერდზე ან სიტყვას ამ ყველაფერი გადის ფილტრში, ასე რომ ნაღდი ექიმი წერს მაგ. კი, ნაღდი ექიმი წერს უბრალოდ ამ ფორმით რა, ჟოზეს ფორმით, რაც უფრო სასიამოვნოა. ანუ თქვენ არ წერთ მაგას, მოდი ბარები ჩვენ ვგზავთ რა უნდა იყოს. ჩვენ არ წერთ, ჩვენ უნდა გეთქვა რომ ანუ ჟოზე არ წერს და ექიმი. გიო, ეს საერთოდ როგორ დაიწყო ეს იდეა, როგორ წამოგივიდა? ეხლა ვიცით რომ მსახიობი ხარ, თამაშობდი სპექტაკლებში, სერიალებში, ძალიან ისეთი
ჩემთვის საყვარელი როლი გაქვს ერთ-ერთ სერიალში. არის საიდან მოვიდა ეს იდეა? სპექტაკლებში რო კაცი თამაშობ, მაგ დროს ყოველთვის ისე ხარ, რომ იბრძვი გადარჩენისთვის. აჰა, 25 ლარი. ხო, აი 25 ლარზე ამუშავებ, რა მოუმატეს ახლა გაქვთ 28. ეხლა მე აღარ ვარ წამ ბოლოს ერთ სპექტაკლში 25 ლარი და შაურმის 10% აი ფასდაკლების. ბოლოს ერთ სპექტაკლში ვიყავი ჯინსების თაობაში 5 წელი ვთამაშობდი თუ 6 წელი და მე ნუ ჩემი წამოვედი იმიტომ რომ 25 ლარი დაფიქრდი რომ არ მყოფნის. არა არ ვიცი აი ხო იცი მისენი აუ რომ მამათე ახლა ვიცი რაღაც პირადული კითხვა მაგრამ მართლა აი რამდენს უხდიან იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან საწყალები არიან ხო და მაგას გეუბნები არ ვიცი თქო მე ზუსტად არ მახსოვს ახლა როცა თამაშობდი ახლა არ ვაქცევდი ყო ეგ შემოსავლის წყარო არა მე მგონი სპექტაკლში რაღაც 50-70 ლარი იყო ბოლოს რა თუმცა მე რომ მაგალითად სტუდენტი ვიყავი მე რომ სტუდენტი ვიყავი მე რო სტუდენტი ვიყავი, რაღაც 6 და 50-იც ამიღია სპექტაკლში, რა თავის ხო იყო ეგეც. ნუ მაშინ სხვა კურსი იყო, მაგრამ ცოტა. ეხლა ცოტა, ეხლა მაგალითად სუპრა იშლება. ანუ მაგალითად აი ხა ყოფილა რომ თავისუფალში რომ მივიდნენ მანქანით და იმ გალერეას პარკინგზე ვაჩერებ. ხო, აი მაგალითად ამიღია 50 ლარი და 12 ლარი პარკინგზე დამიტოვებია რა, ანუ. მაგრამ ნუ ის ჩემთვის არ იყო შემოსავლის წყარო. მაგრამ არის ხელფასები, ვისაც აქვს პარკინგიც არ გქონდა. არა, მე არ მქონდა, იმიტომ რომ ხალხი იზრდება და მე მინდა თეატრის მსახიობი გამოვიდე. არა, იცი რა, მე შტატში არ ვიყავი, მე ასე ვთქვათ მოწვეული მსახიობი. ვინ შტატიან? არ ვიცი. არა, იმათ ის აქვთ ყოველთვიური ხელფასიც აქვთ, როგორც ვიცი რა, მაგრამ ზუსტ ეხლა არ იყო ჩემთვის არასდროს შემოსავლის წყარო თეატრი და უბრალოდ მინდოდა რომ სცენაზე მდგარიყავი რა და მე მივხვდი რომ ცოტა თავს ვიტყუებდი და როგორც ფეხბურთელები ხო იცი ბუცებს ჩამოკიდე მე ეს ნიღბები ჩამოვკიდე კედელზე და შევეშვი მაგ საქმეს ანუ ეს სერიალამდე იყო თუ სერიალის შემდეგ ეს ყველაფერი სერიალის შემდეგ ეხლა 1-2 წლის წინ კი არა და პანდემიის დროს შენ კომედი შოუში ხო იყავით ხო კომედი შოუში პანდემიის დროს სადღაც მაგ პერიოდში წამოვედი რა და ეხლა დრო ისე იქ კარგად იხდიდნენ მაინც კომედი შოუში მისე რა მე მაინც ახალბედა ვიყავი ანუ შენი იმიდან ფილმის და თეატრის კარიერიდან სად გქონდა ის მომენტი რომ ნორმალურად გადაუხდიეთ მაღალი ხელფას ჯერ არ მქონდა დიდარი არ ვარ ხო თეატრი არის აი ყველაზე საშინელი სამსახური ხო არ გადავა ის ვიდეოები ხო გაქვს ნანახი ტიპები რომ მიდიან იმაში საუდის არაბეთში და ესე ჯაჭვებს რო ახოვენ იმას და რო თხრიან ჭაბურღილებს და ის რო ასხამს და ზემოდან რო შეიძლება მაგ кайფულს აკეთებენ აი ეგ და თეატრი არა თეატრის ხელფასით ხო ძალიან რთულია მე არ ვიცი მაგრამ საჯარო არის ეს სახელმწიფო ოტივად უხდიან და 25 ლარს აძლევს სახელმწიფო თეატრების ხელფასები საჯარო არის მე არ დავინტერესებული ვარ მაგრამ არ არის ხა ის ხელფასი რითაც რაღაცა დამატებითი ის რა ცოტა ის არის თავგანწირული პროფესია არის ამ სერიალში იხდიან კაი ნორმალურად თუ სერიალში არ მაგ ხა თან არის ისა რა ქვია ანუ უბრალოდ კონკრეტულ თანხას მე არ გეკითხები უბრალოდ გეკითხები უკეთ იხდიან თუ არა იქ მაინტერესებს არა თეატრში უკეთ იხდიან ისა სერიალში უკეთ იხდიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ იქ დღიური ანაზღაურება არის კომერციულია ეხა უფრო არა იქ დღიური ანაზღაურება არის და ეხა ყოველდღე რომ მუშაობ ეხა თუნდაც რავი ეხა თუნდაც 100 ლარი რო გადაგიხადონ ეხა 100 ლარი არ არის გადასაღებ დღეში ბევრი ეხლა მით უმეტეს მაგრამ ეხა გააჩნია რა გმირს თამაშობ ხო შეიძლება კვირაში 4 დღე გქონდეს გადაღება ხო ერთი 10 მაგი უნდა გადაიხადა ჩვენ ტრანს თამაშობდი ეხა ყველაფერთან ერთად არა მე ხო ეგ შემიძლია გითხრა რომ ეგ ზუსტად ვიცი რომ ზუსტად იგივე ტარიფით მიხდიდნენ მე რასაც ხვებს ეგ არ მქონია რა ჩემი აზრით ეგ უსამართლოა იმიტომ რომ ხა ბევრი ხო არ დათანხმდებოდა მაგ როლს იმიტომ რომ რთულია ეხა საზოგადოებას არ ქონდა ზოგადად აი რეალურ ცხოვრებაში არ ქონდა რაღაც ნეგატიური დამოკიდებულებები მაგ როლთან დაკავშირებით არა ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ ვერავინ ვერ მცნობდა არა მარტო უცხოები კი მთელი სეზონი ისე ჩავატარე თავიდან მაინც რაღაც ვიფიქრე რომ ნუ ეხა ეს ყურადღება ის არა აგრესიაზე არა უბრალოდ ყურადღება აგრესიაზე უფრო ისინი ფიქრობდნენ აი პირველივე ნუ როცა დავამტკიცეს რაღაცა ისე ინსტრუქტაჟივით იყო რომ არავის არ აყვე თუ რამეა პოლიციაში დარეკე იცოდე ანუ მე გულწრფელად არ მიფიქრია მაგალითად ნუ შეგამზადებ ფსიქოლოგიურად რა ხო მაგრამ მე არ მიფიქრია რა იმიტომ რომ რაღაცა უშიშარი კი არა ვარ და რაღაცა გიორგი ვიღაცა დაგჭრის მაგრამ გჭირდები არა მე მიუნდექი მაგას როგორც ნუ რაღაცა როლი მომცეს რა სამსახური რა და ანუ მართლა ვერ აგუქომ რომ
განა არ ვიცი რომ ეგრე ხდება, მაგრამ ანუ კასტინგზე რომ მიხვედი, იცოდი რა იმაზე იყავი თუ დაგირეკებს უბრალოდ. არა, რა თქმა უნდა, არა, დამირეკე ზუსტად მიზან. ანუ ვინც არის კასტინგ მენეჯერი, ის ბავშვობაში იყო ჩემი მეტყველების პედაგოგი და ის მიცნობდა რა, ანუ იცოდა ჩემი შესაძლებლობები და მადლობა ეკამ ჟავანაძეს რომ გადაწყვიტა რომ ჩემთვის მოიცა ეს. არ არის რომ მიცვი ეს სადღაც არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ბევრმა უარი თქვა და ეგ მე არ მესმის რომ ანუ ტრანს რო ვითამაშებ და რა და რავი, რაღაც მეფეს რო ვითამაშებ ან კეთილ ადამიანს, ანუ რამე ჩემპიონებასთან რა კავშირი აქვს, ანუ არაფერი, ხო? ახმებით მესმის, ეხა ემოციური ახმა მეც მქონია, ჩემივე კოლეგაზე, მაგალითად სპექტაკლი ვნახე თავისუფალ თეატრში, სადაც აი წინა დღეს ხაშურში ერთად ვიყავით გასტროლზე და სპექტაკლი ჩავიტანე და დავლია და მეორე დღეს ეს ადამიანები სცენაზე რო ვნახე, ну ისეთ საშინელ გმირებს თამაშობდნენ, ну აი მე ხო ხვდები ახლა. ეგ ემოციური ის არის, მაგრამ ну მე ცოტა აზრსაც ვატან რომ მე ხა არა ხო ნუ ეგ ძალიან კაბუსი არ იყოს დილით პიდარას თამაშობს აღამოს მეფესო რა იმას რო ხო ეგ ძალიან დიდი ნიჭია რომ ადამიანს ანუ იმდენად რეალურად წარუჩინო როლი გადავიდნენ რეალურ ცხოვრებაში წეზღებოდა რა ის რო იყო Game of Thrones-ი რო გადიოდა რა ერქვა? ჯოფრი ხო ჯოფრი წავიდა კიდევაც კინო და მაგის ხალხს ეზიზღებოდა ქუჩაში აფურთხებდნენ და აგინებდნენ საქართველოშიც იყო იმდენად მაგრა თამაშობდა რა საქართველოშიც იყო მაგალითად გურამ საღარაძე ძალიან ადრე სუსუ პირველი ტელესერიალი რაც იყო სახლი ძველუბანში რაღაცა სატანის თუ რაღაცას თამაშობდა და ანუ ეზიზღებოდათ და ესეთი ამბავიც დადიოდა მე არ გადამიმოწმებია ჩემი პედაგოგი იყო მე გურამ საღარაძე მაგრამ ესეთი ამბავიც დადიოდა რომ ეკლესიაში არ შეუშვესო რა იმიტომ რომ რაღაცა სულებს იძახებდა თუ რაღაც ეგეთი სერიალი იყო ეხა ხო ანუ ადამიანებს უჭირთ ხოლმე იმის ახმა რომ ის სერიალია და ეს რეალურ ცხოვრებაში სხვა ანუ საქმე არის რა პროფესიაა და იგებს იმის როლს და ანუ ხშირად უჭირთ ხოლმე ადამიანებს ამის გაგება რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ხარ შენც რაც თქვი იმ ჯოფრის სახიობი დატანჯული იყო ხან მანქანას უკაცრავდნენ ტიპს რავი ხან ავი სახლი დაუაო ყველაფერი რა ჩემზეც როგორ იყო იცი მე უფრო ბოლოს ახლა იმ კითხვიდან სხვა განწავედით მაგრამ ანუ მე ვერ მცნობდნენ ახლობლებიც კი აი მაგალითად ერთი 6 სერიის მერე დამირეკა ჩემმა ჯგუფელმა რომ ბიჭო ეს შენ ახარ ანუ არა ვერავინ ვერ მცნობდა რა ბიჭო ეს შენ ახარ გამოდღეს დავლიეთ მარტო არა ხოდა მერე რა იყო იცი რომ მეორე სერიაში როგეც მერე რა იყო იცი რომ როცა უკვე რო გავრცელდა რომ მე ვარ ბოლო სერიაში სადღაც გადაცემაში ვიყავი ის კიდე ერთ შუთ გამოვიყი მიდი ბიჭო ეს შენ ახარ თუ სანამ დავანძრევდი გეთქვა ეს დააკესელე მე უკვე დაკესელებული მე რეგიო არა ამ თემაზე ჯობია ეგ ხუმრობა და კარგია რაღაც ჟოზეზე რო ლაპარაკობდით მაშინ არა ჟოზეზე რა ვიყო ხო და რას ვამბობ ხო ანუ ეგ იყო თქო რა რომ ჩემზე ვინც იცოდა რომ რაღაცა რო გავრცელდა რომ მე ვარ აი ჩემს ნაცნობებს მაგალითად პირველი კითხვა რაც იყო რომ ანუ მართლა გეია ანუ ეგეთი კითხვა ჩდებოდა პირველივე ჩემს მიმართ რომ მე კი არ მეკითხებდი ანუ ჩემ ნაცნობებს ეკითხებოდნენ და იცი რა არის ანუ მართლა ვერ ხვდები რომ ანუ მე რომ დაუშვათ მეფე მეთამაშა შეიძლება რომ იმ ნაცნობს ეკითხა რომ ამას მართლა ყავს ამალა ჭუბი მაგდა ხო მართლა ყავს თავისი ჯამბაზები ხო და რა ვიცი მაგრამ ერთადერთი მაგით მე არ ვფიქრობ ხოლმე მაგრამ მაგით ესე ვთქვათ მამხნევები თუ რაღაც გამამხნეველი რომ ესე იგი ისე მაგრად ითამაშე რომ რაღაცა და ნუ არა მართლა კარგად ითამაშე რა ხო რა სიძახი ანუ ყველანაირად ყოველ შემთხვევაში მეც არ მიგძვნია აგრესია როცა გავრცელდა და რა ვიცი ხა ვერ ვიგებ რა თუ რა იმდენად ბუნებრივად თამაშობ აი ხო გეუბნე მე მართლა მეგონა ანუ უფრო ანუ მაყურებლის როლში შევედი მე თვითონაც და ვა მეთქი ეს მართლა ესეთია მაგრამ მე ხვდები რომ ანუ როლია რა მაგრამ მაინც აღულ რა აი რა მე გიყურე რა ვიცი მადლობა კომპლიმენტისთვის პატარა ვიყავი მეც და აუ მეთქი ვა მადლობა ძალიან მაგარი აძას ამზადებს ვახშობ არა გამოუშ მე ხო ვიცოდი სადაც მოვდიოდი ხო კითხვა იყო რომ ხო საიდან არა მანამდე ეს იყო სადღაც 2012-დან და როგორ გითხრა ძალიან ისე მივედი შემთხვევითობით რა უბრალოდ აი მომწონდა მულტფილმების ყურება მე ჩემთვის დავწერე სცენარი
სხვათა შორის ტელევიზიის ეგრე მოვხვდი რომ რაღაცა მომწონდა რაღაც ხუმრობები და მე დავწერე მეც ხუმრობები მივიტანე ანუ ხო ხვდები რაღაც რომ მომწონს მე ვცდილობ რომ მეც გავაკეთო რა ხო და მე რომ გავაკეთე ესე ნელ-ნელა მივყვევი რომ როგორ კეთდება კაი სცენარი დავწერე ვინ აკეთებს რა ხდება რა ღირს ეს და მოკლედ აი ესე ნაბიჯ მივედი და ეხლა ძალიან გრძლად რო არ მოვყვე და უბრალოდ როგორც კი ამ ჟოზეს პირველმა სერიამ წარმატება მოიტანა ამან კიდე მომცა სტიმული მეორე მესამე და აი უკვე რო დადგა რომ მესამე სერია იყო თუ მეორე სერია არ მახსოვს და აი სპონსორობა და რაღაცა მე მან მივხვდი რომ უკვე ეს აღარ იყო გასართოდ მანამდე იყო რომ აი როცა მცალია ვაკეთებ რა აი ჰობის დონეზე ყველაფერი კარგი ეგრე არ გამოდის და მე უკვე დავაარსეთ შპს მე და ჩემ მეგობარმა ირაკლი ნადირაძემ და უკვე დავიწყეთ საქმიანი ჟოზემ დაიწყო საქმიანი ცხოვრება რა და იმის მერე აი ესე რატომ მაინც ჟირაფი და არა სხვა და რატომ მაინც ჟოზე მანდაც არაფერი განსაკუთრებული არ არის ჩადებული. როდესაც ეს ასეთი ტიპის სერიის იდეა რომ აი ეს საგანმანათლებლო და რაღაც ეს რომ ჩამოვაყალიბე და აი ვინ იყოს, მან მივედი ჩემი გაგებით მაშინ ვიპოვე მარტივი გამოსავალი რომ მინდოდა ისეთი პერსონაჟი შემექმნა, რაც ბევრი არ არის დახატული. იმიტომ რომ ხა დათვი პერსონაჟი რო შევქნათ მეთქი კემოს ვეუნებოდი რა ეხა რანაირი განსხვავებული დათვი უნდა დავხატოთ მე არის მილიონი დათვი დახატული და ეს ხო აი რო ჩამოთვალო ცხოველები რაც კარგი დასახატია ყველაფერი დახატულია და რაც რაღაცა ეხა ის არ არის კარგი დასახატი ხო გამოხატ ხო ეს სხვა შორის მთავარი გმირი ჟირაფი არ მახსენდება და არ არის დღემდე არ არის ერთადერთი არის მადაგასკარში რომ ისიც არ არის მთავარი გმირი და არ არის და ანუ უცებ აი რაღაცნაირად ჩავავლე რომ რანაირად შეიძლება ჟირაფი ისედაც მულტფილმის გმირია და რანაირად შეიძლება რომ ეს ჟირაფი არ ყოფილიყო საინტერესო არც ერთი მულტიფიკატორი. თან ვიზუალი აქვს რა ძალიან ესეთი სპეციფიკური. ვიზუალი ძალიან მაგარი ხო ეხა ფერადი და რამე. სპილო არის გადახატული გასაყვარლებული ეხა სპილოს ვეღარ ხო ხდება ბანჯგვლიანი, ჭუჭყიანი, ნაცრისფერი ხო ანუ ის არის გაკეთებული იქიდან მოუვიდა ვიღაც იდეა რომ ამისგან საყვარელი შეგვნა ჟირაფისგან რანაირად მოვიდა და არ ვიცი და მოკლედ აი აქედან იმას ვქენი და მეორე რაც შეეხება ჟოზეს ეგეც არაფერი უბრალოდ Facebook-ზე დავწერეთ მაშინ ხა არც ჩემი გვერდი იყო აქტიური და არც Facebook-ი დავწერე რომ აი ესეთი პერსონაჟი მოვიფიქრეთ მე და კემომ და რას დაარქმევთ და ნუ რაღაცა სახელები ჟოჟი ჟოზეო ერთმა და ყველაზე მეტი ხმა ვინც მიიღო ოღონ აი ხო ხვდები რამდენიმე 20-30 კაცში და აი იყო ჟოზე რა სხვა ვარიანტები მაინტერესებს გენკა მალადოი არის ეგ პოსტი სადღაც შენახული ერთი-ორჯერ გავაზიარე კიდეც იმის კომენტარების ქვეშ რა და რაღაცა ეგეთი იყო რა ჟუკა ჟუჟუ აი ზირთად ნუ ჟ რო უნდა ყოფილიყო გასაგებია რა და ნუ შერჩა ეს ჟოზე ეხა თავიდან რო ვიწყებ და ბევრ ამას ეგრე არ გავაკეთებდი რა თქმა უნდა ეხა როგორც ყველა ამბობს რა იმიტომ რომ ჟოზე ცოტა რთული სათქმელი არის ბავშვებისთვის და ეგეთი რაღაცები არის გასათვალისწინებელი რა მანას ამაგერ ეს გამოცდილება ჩვენ მოვაგროვეთ თუ ვინმე გააკეთებს იმასაც აქვს ეს გამოცდილება და ხა ამ გამოცდილებით ვაკეთებთ ახალ სერიალს დუქს დრაკონი წითელი დრაკონი დუქსი სამი სერია დავდო მოიცა დუქსი კურდღელი არ არისო შენ არ მითხარი თუ ის რომელია არა ის დუდუნა არის ჟოზეს დუქსი დრაკონი იქნება ხო ჟოზეს მულტფილმის პერსონაჟი არის რა და ეს დუქსი ცალკე პროექტი არის ანუ დუქს არ აქვს გადაკვეთა ცალკე პროექტი არის და ის არის იმ ჟოზეს მეგობრები არის ის დუდუნა და ემიგრაციაში როდის გავუშვი მოხუცი მოსავლებლად აი ჟოზე 2 წელი შესრულდა ჩერეს მექსიკა ყველაზე ცნობილი ყველაზე ისეთი ხუმრობა იყო ეგ ხო არა ჩერეს მექსიკა არა სპეციალურად ანუ იმას ვქენი სხვა შორის დავსერჩე გუშინ რაღაცეები და ყველაზე მეტი ის ქონდა პოსტი იდო 2000 რომელ წელს იყო დადებული და იქ გადაუდნენ რომ ჩერეს მექსიკით გავუშვეს ისა ეგ იყო ეგ მულტიმიქსია ძალიან მაგარია რანაირად შემოვიდა ეს შემოთავაზება ამერიკის ლოკაციაზე რო გასულიყავით იცი რა არის მოკლედ ეგეთი ამბავია ესეც მაქვს მოყოლილი მაგრამ მაინც თქვენი მაყურებლისთვის ერთი ძმაკაცია რომელიც ტრეილერებზე მუშაობს ჟოზე ჩამოიყვანია არა ეგეთი ამბავი არის რომ არის ამერიკელი პროდიუსერი დენი ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორი რომელსაც ყავს ქართველი მეუღლე და შვილი და ცხოვრობენ ნიუ-იორკში
და ეს ბავშვი ხო უყურებს მულტფილმებს და ეხლა გასაგებია რომ თავაზობენ ძალიან ბევრ მულტფილმს ხო და ამერიკელია ხო ის ბავშვი იქ ცხოვრობს მამა ამერიკელი ისა მაგრამ ну რა თქმა უნდა დედამ შესთავაზა ჟოზეც და ამ ბავშვმა ესე იგი ამდენ არჩევანში ანუ ჟოზე უფრო გულთან ახლოს ხო და ჟოზეს უფრო ხშირად უყურებდა და ამას ეხლა მამამ მიაქცია როგორც პროდიუსერმა ყურადღება რომ ეხლა ბავშვი ხო ბავშვია ყველა იმაში რა უბრალოდ ეს უყურებს ჟოზეს იმიტომ რომ ქართული იცის მაგრამ სხვა არ იცის უბრალოდ ქართული და ესე იგი რახან აინტერესებს თუ შეიძლება ინგლისელ ამერიკულად და ამერიკელ ბავშვებსაც დაინტერესოს და ამ დენის მეუღლის მეგობარი არის ეკა ანდრონიკაშვილი მსახიობი რაღაცა კასტინგ მენეჯერი ესეთი საქმიანი იმითაც არის და ანუ იმის დახმარებით ეხლა მე ჩემი ის არ არის პოუნა რთული ამ ქვეყანაში და იმის დახმარებით მოკლედ გავედით კონტაქტზე და დენის ყავს თავის პარტნიორი რაღაც პროდაქშენი აქვს და AJ ის ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ეს ანუ ინგლისურად გააკეთეთ გახმოვანეთ ინგლისურად გავაკეთეთ კი სადღაც მესამე სეზონი არის ეხლა უკვე იტვირთება და კარგად მიდის იქ ну კარგად მიდის როგორ ამერიკული ბაზარზე როგორც უნდა იყოს ისე მიდის რა იმიტომ რომ თავიდან რო გადაითარგმნა და რაღაც ისეთი ეფექტი იყო ხო თან დრო ჭირდება აქ ეხა მე დუქსი დავდე 3 თვე არის და უკვე რაღაც თავის მაყურებელი ყავს და ну ალბათ ერთ წელში რაღაცა მიაღწევს პიქს რა ну აი ესეთი ძალიან პოპულარული იქნება და იქ ეგრე არ არის იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი ბაზარი არის რა ამიტომ მე ვამბობდი რომ აი 2 წლის მერე დადები ატვირთვიდან 2 წლის მერე რომ რაღაც პირველ წარმატებას მიიღწევთ ეს იქნება ძალიან მაგარი შედეგი და ამიტომ ძალიან ისე მიდის რა ნელა მაგრამ სტაბილურად რა და რაც მთავარია ის რა ქვია სერიების დადება არ ჩერდება ანუ ისინი მუშაობენ და მესამე სეზონს ტვირთავენ ახლა ალბათ წელს მეოთხე სეზონი იქნება მომავალ წელს მეხუთე და ტრამპის შემდეგ იმედი რამე პრობლემა არ ექნებათ იმიტომ რომ არალეგალები ხო უნდა გაუშვათ არ ექნებათ არალეგალებს პრობლემა მულტფილმებზე რას მაგის საუთ პარკზე გავიზარდე რა შეიძლება ითქვას ანუ ძალიან მომწონს ხო რა თუნდაც იგივე ჟანრში გადის და მაგას რას ფიქრობ ხო არ აპირებ იმიტომ რომ როგორ არის ეგიცი რომ აი ხა მულტფილმის გმირებს და პერსონაჟებს შეიძლება ათქმევინო ისეთი რაღაცეები, რაც რეალურ მსახიობებს ვერ ათქმევინებ, რომ მე რაღაც პოლიტკორექტულობა ირღვევა და რა, მაგრამ თუ მულტფილმის პერსონაჟია, ყველას ფეხებზე კიდია, რა, იმიტომ რომ Family Guy-ში ისეთი რაღაცები ხდება, რომ რავი, რასიზმი, ქსენოფობია, ყველაფერი ხდება იმაში მულტფილმში. და ეგეთ რამე ხო არ არის იდეაში. კი, ვიფიქრე, ეს იყო ალბათ 2-3 წლის წინ, რაღაცა ისიც იყო მცდელობა რომ მოუხატე. მამე დარდუბალ და ის ეგეთები არისო. დაახლოებით რუსთავერზე გადიოდა ჯერ დარდუბალა და მე 200-ზე. ვფიქრობთ კი მინდოდა ეგეთი აი სოციალური ის, იმიტომ რომ მართლა ეგ არის რა მულტფილმის საშუალებას გაძლევს ძალიან ბევრ რაღაცას რა ბავშვებში ხო შემიძლია რომ ძალიან დიდხანს ვილაპარაკო რა ხელმისაწვდომობა აქვს მულტფილმის ბავშვებისთვის მაგრამ უფროსებისთვისაც იმიტომ რომ ეს არის რაღაც ძალიან კარგი ფორმა იმიტომ რომ ერთი არის რომ რაღაცას ამბობ მაგრამ მეორე არის როგორ ამბობ ანუ ფორმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ცხოვრებაში რა და მე მინდოდა რაღაცა სოციალური ის გამეკეთებინა სერიალი და ნუ სურვილი ეხლაც მაქვს მაგრამ იცი როგორ პრობლემას შევეჩეხე და რის გამო დავიწყე თავის შეკავება, რომ საქართველოში ეგეთ რაღაცას თუ გააკეთებ, ანუ სადღაც მოგიწევს, რომ სადღაც გადაიხარო და მე ვიღაცის პოლიტიკური თან პარტიის, მე არ ვამბობ იდეოლოგიის, ჩვენთან ხო არ არის, ანუ პოლიტიკური იდეოლოგიები ხო არ არის, ჩვენთან არის პოლიტიკური პარტიები რა და ანუ სადღაც მოგიწევს, რომ გადაიხარო, ანუ ვიღაცისიანი გახდე და ვიღაცის წინააღმდეგ დადგე და მაშინ უკვე აზრი იკარგება. შემოსავალი გქონდეს და გააგრძელო მუშაობა თუ აი რის გამო? შემოსავალი რო გქონდეს ეგეც ხო, ეგეც შემოსავალი რო გქონდეს, მაგრამ ნახე თუ პირდაპირ, ნუ ჯერ ერთი აუცილებლად ვიღაც პარტია ეგრევე დაგირეკავს და გეტყვის რომ მე მოგცემ ფულს და გააგრძელე, ან პირიქით დაგირეკავს და ეგ აიღე თორე რაღაცა აუცილებლად მოხდება და ეგრეც რომ არ მოხდეს და პოლიტიკური პარტია არ ჩერევს ისეთი კომპანიები ჩაერევიან, რომელზე მაინც გასაგები გახდება რა და ეგ არასწორი არის, ანუ ეს ამ სერიალის მუღამი რა არის, ასე მე როგორც მეს ასეთ სერიალის რომ
ანუ ყველას უნდა კრიტიკოდა, ხო, აი ხა ილია ჭავჭავაძე ამბობდა ხოლმე რომ წერდა, მაშინ ეგეთი გამოთქმა იყო, რომ ბასრი კალამი, ხო? ეს კი მოძველებული ტერმინია, მაგრამ ეგ ფუნქცია უნდა ქონდეს ამ მულტფილმს, რომ ყველას გადაცხოს, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში ეგ არ გამოვა შეზღუდვები, ის პოლიტკორექტურობა და თან მეორე ის რომ მე ჩემ სტუდიასაც და ჩემ იმასაც სხვა გზით წაიყვანდა და მირჩევნია რომ საბავშვო კონტენტში დავრჩე და საბავშვო კონტენტში მაქვს იდეა უფროსებისთვის რომელიც ძალიან რთულად გასახორციელებელია აი მე ხომ მოვყევი თითო სერიის გაკეთება რამ ხელოსირთული არის სრულმეტრაჟიანი ხო ხვდებით რომ უფრო რთულია მაგრამ აი ეს იდეა არის უფრო რთული ეს არის სუპერ გმირები მინდა გავაკეთო თინეიჯერებისთვის როგორც არის მარველი DC აი ეგეთი რაღაცა სერიალი 20 წუთიანი უფროსებისთვის ოღონდ ეს სუპერ გმირები იქნებიან ქართული მითოლოგიის მიხედვით იმიტომ რომ ძალიან მაგარი მითოლოგია გვაქვს ძალიან მაგარი პერსონაჟები არიან და ასეთ პროექტს აქვს პერსპექტივა რომ ეგრევე მიიღოს საერთაშორისო და დაიწყე მუშაობა სამიყვანე კარგად ვერკვევი კომიქსებში ძალიან რთულია ძალიან ძვირია აი ერთ-ერთი სუპერ გმირი რო გითხრა მაგალითად თუ არა ჯერ სცენარი არა სცენარი არა მამბერი მაგალითად შეგვიძლია გააკეთო მამბერი რომელიც იყო მგლების ან მიუმატო კა და კამემბერი და ყველი გამოდის მამბერი არის ქართული მითოლოგიის ის არის ხო ეგ არის მგლების მის იყო რა ქვია მეფე არა ნებისმიერი ქართული მითოლოგიის პერსონაჟი არის ძალიან საინტერესო ოჩოკოჩი დალი მე ხა თუშეთში მაქვს ბავშვობა გატარებული იქ არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი თებჟორიკა ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის უკუღმა ფეხები აქვს გრძელი ქალი არის და ის შეიძლება კაცი მოეწონოს და იმას მოაჯადაოს რა მაგრამ ამაში ისტორია არის ძალიან მაგარი ამ პერსონაჟს აქვს სისუსტე რომ შენ თუ დაასწარი და შენ მოაჯადოი რაღაცა მარცხენა ხელით უნდა გადაკრა ხმალი თუ რაღაცა არ მახსოვს რა მე ამას და თმა თუ მოაჭერი ეგ არის გამახსენდა თმა თუ მოაჭერი თებჟორი ეს ხო ბოროტი ის არის და ძლიერი რაღაცა აჯადოებს მაგრამ შენ თუ დაასწარი და თმა მოაჭერი ის მე ხდება შენი მონა და შეგიძლია რომ სახლები და ციხეები ააშენებინო რა და ოღონდ თავარია რომ ეს არ დაიცეთ აი რაღაცა ძალიან საინტერესო ისენი არის სახლი დაალაგებინო ხო რაღაცა ბერდედა ან ძალიან საინტერესო პერსონაჟები არის ძალიან საინტერესო პერსონაჟები არის ქართულ მითოლოგიაში რომლიდან შეიძლება რომ სერიალი გამოძიებო მაგრამ ძალიან ძვირია და მე ვერ ვიცი როგორ გავაკეთე ქართული სპაიდერმენი ოღონდ რაღაცა ვარკეთილში არა აი ნახე რა არის ეს რა ქვია აი ამერიკელებს ზუსტად ეგ არ აინტერესებთ ანუ სპაიდერმენი და მე კეთმენი გააკეთო ან რაღაცა სხვა აინტერესებს ხო როგორც აი მსოფლიომ როგორ შეისრულა ანიმეები ანუ როგორ რატო შეისრულა იმიტომ რომ ის რაღაცა განსხვავებული იყო ყველაფრით ესთეტიკით იმით და ეგ აინტერესებს რა ამერიკას პირველ რიგში ამერიკა ხო ეგეთი ქვეყანაა რომ თვითონ იმაზე კი არ არის ორიენტირებული თვითონ შექმნას რაღაცა თუნდაც ხელოვნებაში უფრო ნუ ტექნოლოგიაში ანუ გამზადებული აინტერესებს რომელსაც შეისრულავს რა და აი იქ რო დაინახა ეგრე და ჩვენ აი სხვათა შორის მაგაზე მინდოდა მე თქვა ანდრეი საპკოვსკი ძალიან დიდარი ხალხი გიყურებთ თქვენ რომ ეს ეხა იდეა მოეწონათ და ოღონდ ძალიან დიდარზე არის ლაპარაკი კი მაგრამ მე ტელეფონი არ მოჩუქეს ხო, ნუ რაღაცები არ გვაჩუქეს, მაგრამ ისეთი ხალხი გვიყურებს, რომლის სახელებსაც ვერ ვიტყვით სამწუხაროდ. მაგრამ შეიძლება რომ ეს იდეა მოეწონა და დაფინანსების. ხო და რის თქმა მინდოდა ხ მითოლოგიაზე რო ჩამოვაგდე საუბარი, რომ ესეთი ავტორი არის ანდრეი საპკოვსკი, შეიძლება იცოდე, ვიჩერიც მხედვარი. არა, არ ვიცი. The Witcher, ხო. არ მაგისი ავტორია და ტიპმა გადმოიტანა ეს მითოლოგია სლავური, ეს პოლნელია თვითონ. და დაწერა რამოდენიმე წიგნი აქვს და ამ წიგნზე შემდეგ გადაიღეს თამაში, 3 ნაწილი თამაში და გადაიღეს ხა სერიალი. ნუ სერიალი ბულშიტი იყო სრული, მაგრამ ნუ მთლიანი მითოლოგია გადმოტანილია და პერსონაჟი ძალიან პოპულარული იყო. ხო, მაგრამ ძალიან ჩავარდა, ის არ იყო რაც ყოფილიყო. ხო და მაგის თქმა მინდოდა რომ ანუ თუ გადმოვიტან მაგალითად ასეთ რაღაცას სუპერგმირებს გააკეთებ მითოლოგიიდან ჩემი აზრით ძალიან ისეთი არა რეალისტური არ არის იმიტომ რომ აი ეს რო არის Squid Games მაგისი რეჟისორი თურმე ერთი 10 წელი იჯდა მაგ სცენარით რა და ხალხს ეხვეწებოდა რომ თხოვთ გადამაღებინათ რაღაცა და მე იმდენად გავუვარდა რომ ახლა ნომერ პირველია რა Netflix-ზე მეორე სეზონიც პირველი სეზონიც და არ არის არარეალისტური ის რომ აი მაგალითად საქართველოს რაღაც პროექტი წაიღოს Netflix-მა. მე არ მithkons რომ არარეალისტური ძალიან რთულია იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება იფიქრო რომ აი რა ქართველი სუპერგმირები და რაღაცა მაგრამ საერთოდ არ არის არა მაგას შემიძლია დარწმუნება უბრალოდ
ეხლა რამ მდგომარეობაში ჯოზე არის, ის ჩემთვის 7 წლის წინ არარეალური იყო ნამდვილად. ანუ როგორ წარმოვიდგენდი რომ ესა რა. ესეც მგონია რომ შესრულებადი არის. მით უმეტეს მართლა არ დაინტერესება ხე მითოლოგიაზე ამოვდი რაღაცა. იგივე სკანდინავიური მითოლოგია, ხო, ეს ვიკინგები და ისე. ანუ აინტერესებს ხალხს ეს მითოლოგია და თან მითოლოგია არის ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი, რატო ის ხო ერთი ავტორის მიერ არ არის დაწერილი. აი გადაწერილია, ხო, აი წარმოგიდგენია რამდენი ადამიანის ფანტაზია არის შიგნით ჩადებული, ხო და აი ამიტომ მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება და არ ვფიქრობ რომ არარეალურია, მაგრამ რეალისტურად უყურებ რომ ძალიან რთული. ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა რომ ბავშვმა იცის ვინ ხარ, ანუ გცნობენ ხოლმე ხარ საიდან უნდა გიცხრა, ჟირაფი არ ხარ და იცი რა, იმასაკის ბავშვები ვისაც TikTok-ი აქვს, რამდენი არის 8-9 წლიდან ალბათ უკვე აქვს, ხო? ეგენი კი. გცნობენ რომ ეზოში ხო, იცი რა არის, ცოტა ისეთი ცხოვრები ცხოვრობ, აი სამსახურის სახლი და ეხლა რო გითხარო ხშირად დავდივარ რაღაცა არა, მაგრამ ეზოში მაგალითად რო ჩავდივარ ძაღლს ვასეინებ, იქ ყოფილა შემთხვევები რომ ზაფხულში განსაკუთრებით ყველა გარეთ არის, ბავშვები გამორბიან ხოლმე და შენ გიცანი ჟოზეს ახმოვანი, ნუ TikTok-იდან რომ. ნახოთაბა არახთან როგორ ჟოზეს წვენი. ბავშვებო ეხავე გეტყვით ის დალიოთ თუ არა. ცალკეც გასინჯე მართლა გემრიელია. მე მგონი გამოუშვებინებ კოქტეილებს ეხა. უბრალოდ კაია ბავშვებო შეგიძლიათ არაყს რო დალებთ ხოლმე ჩავამატოთ. არა, ხომ გემრიელი ეგრე თქვი რომ გაანეიტრალო თუ ხო, რო გაანეიტრალო. არა, ჯამრთელობის პონჩი ანუ. არა კი რომ გაანეიტრალოს კი არა, ეს ფაქტი რომ გაანეიტრალდეს თქვი რომ მართლა კარგია თქო. არა, მართლა კარგია რომ იქ კი არ თქვი, შეფასება თქვი. შემიძლია. მართლა კარგია. გაიყვანეთ აქედა. უარყოთ რაღაცა ის ნიტოა. არა, მართლა კარგი წონებია და რას თავარია ხა ნუ ბავშვებისთვის არა, ხა ვღადაობ მართლა არახს ხომ უნდა მიაყოლო და ბავშვებისთვის. ჩვენ ხო შეთანხმებულვარ წინასწარ იმების გარეკლამებას. ერთი ეგაა რომ მართლა ისეთი პროდუქტი მაქვს რომ აი ეგრევე ლაივში გასინჯვას და იმაზე არ გვეშინი არ წვენები არ სათამაშოა ისაა რომ ჯამრთელობას არ ვნებდეს რა წვენი და არა ნატურალური არაფერი დანამატი არ აქვს სუპერ ეგ არის ბავშვებისთვის თავარი ვისაც ეშინია ხა რო არ იმას უკვე დანამატი ანუ ხიმია არ არისო იძახის რა არ არის ხიმია ნატურალურია ხიმია აკსოვს იავა მაქსექტის ყოფილა წევრები ხართ ესე იგი არა მე ვაფშე ნანახი ამას ნანახი არა ხო არ გადაობ ამდენი ხანი რაც გავიცან ვიღუნები უყურე მეთქი აი ხედავ მაგიტოა ყოველ წამს წმუნდები რომ idеალური ადამიანები არ არსებობენ აი არა გაქვს ნანა ChatGPT-ს ვეკითხებოდი ანუ ფიქრობდი რაღაცა პროდუქტის ექსკლუზიურობაზე რა მათ შორის ან ჟოზე სერიები ან ამე დამატებით და ერთ-ერთი ეგ შემომთავაზა რა რომ OnlyFans არისო სადაც ექსკლუზივში იხდიან ფულს იმიტომ რომ YouTube-ზე ხო უფასოდებს და რაღაცა ჩემთვის ალკე ისე და OnlyFans და ვა მეთქი მაგარია რა ანუ ალბათ რაღაც არის ეგ ვიფიქრე როგორც ის არის რა ქვია მაგის პატრეონი არის. აი მოჭადრაკეები რო სტრიმავენ და მაგაში ფულს იხდია, რა ქვია, მაგ საიტს დამავიწყდა. Twitch-ი, ხო, ეგეთი რაღაც მეგონა ეს OnlyFans და გამიხარდა რაღაცას მივაგენი Twitch-ზე უკეთესი. დაიწყო ფეხების სურათების გადაღება მეტალურად. მე ნახა შემოსავალი და ოპა. არა, არ გადმოვიწერია, მაგრამ და მაგდროს მithumetes თუ თეატრში მუშაობდა. ეხლა ხას აი ეხლა ერთი. მე გააძრო ჟირაფის ფორმა და დაიწყო ჟირაფის ფორმა. ვისაც გაქვს ჟირაფის ფეტიში? გამოიწერეთ OnlyFans. მე როცა იმას აქში ვიყავი რომ OnlyFans უნდა მწოდნო და მაშინ არ ვიცოდი. ამიტომ ეხლა ხანს გავიგე ეგეთ და მაგრამ შენ დადეის კაცო რა მაგისთვის არის პატრეონი სხვა შორის ეგ არის ადეკვატური პლატფორმა რომელზეც აეგრე ხდება რა გამოწერა მაგალითად $5 იხდის ადამიანი თვეში და იქ უდებ ექსკლუზიურ რაღაცებს მაგრამ პატრეონს ხედავ ხოლმე იუთუბერებზე მაგრამ ხო ეგ არის ადეკვატური OnlyFans-ი რა არა პატრეონი არ ეწერა იქ OnlyFans იყო და აი ეს ისა რა ქვია რამდენიმე საიტი ნუ ChatGPT დასახვეწია ხო და მოკლედ ვარ სამითვე OnlyFans-ზე ხო შორის კაი შემოსავალი ხო და შორის ხო ფიქრობ დავანე ბომბას ჟოზეს გავიდა full time გადავიდეს ეგრევე OnlyFans-ზე. ისე ჟოზემ უნდა გააკეთოს ხოლმე რაღაც ისტორიული ისინი აქვე. არ გაქვს რაღაც ესეთი იდეა, რომ რაღაც სხვადასხვა, ანუ ის მოარგეთ უკვე მედიცინის სფეროში გაუშვით. არის ხარ ამ ისეთი ან სამართლის სფეროში გაუშვათ ან რაღაცა. არა, ჟოზე მაინც სკოლამდელი ასაკის ბავშვები არის და ეგეთ თემებზე ვერ ილაპარაკებს. არ მოიპაროთ არავის რეული. რა შეიძლება სამედიცინო თემებზე
ელაპარაკება Facebook-იდან მშობლებს. როგორც სანდო პერსონაჟი და არა ბავშვებისთვის ახლა არ არის ეგ საინტერესო და ამიტომ იმ თემებში იმ ისტორიას და რაღაცებს დიკლომეტაზოლი ბავშვებო 4 მილიგრამი ყოველდღიური ჭამის და რაღაცა ეგეთი. ახლა როგორც გავიგე ბავშვი ყავს კი რამდენი წლის არის 2-ის ზამხელ პრივილეგია აქვს წარმოვიდგინე რომ თვით თავისი მამა არის ის ჟოზეს შევქმნელი და ეს მე მგონი პირველი სატესტო სათამაშოები რაც იჩნდება მე მგონი ის ტესტავს არა სხვათა შორის ბევრი სათამაშო რამდენიმე სათამაშო არ აქვს ეხლა ვნახე რომ ანუ მეც ახლა ცოტა ამ იმას შემოქმედებაზე ვარ ჩართული და აი რა სათამაშო გამოდის არ გამოდის ხანდახან ცდება ხოლმე რა და ну ყველაზე კარგად რითაც თამაშობს ეს არის პლუსის სათამაშოები რა რბილი სათამაშოები და ეხა ახალი წელი რო იყო ეხა შარშან რას გაიგებდა და წელს ჟოზეს ახალწლო სერიასაც უყურებდა ის და თოვლის ბაბუ გამოვიძახეთ რომ მოსულიყო ეს ჩვენი ჟოზეს თოვლის ბაბუა გავაკეთეთ ჩვენ თვითონ და ну მეთქი რომ მოვიდეს ნახოს და ჩემს ძალიან უყვარს ავტობუსები ავტობუსი გიждდება რაღაც ხო ბავშვი ამოჩემე მაგ და ну მოკლედ ამ თოვლის ბაბუას დავახვედრეთ კონტროლიურობა უნდა საჩუქრები არა ის მოწონს რა იყო იცი სულ რომ მანქანით დადიოდა და მე რაღაც ეტაპზე რომ დედამ ავტობუსში ჩასვა აი ეს მასშტაბი რო გაიზარდა ძალიან ეფექტური იყო ხო და რა თქმა უნდა ეხლა მოუტანეთ ერთი ავტობუსი ორი ავტობუსი შევფუთეთ რა აი ბავშვის პრივილეგიაზე მაგას ვაყოლებ რა და რაღაცა ველოსიპედი მანქანა ის და ერთი ჟოზეც ანუ ერთი ჟოზე აჭარულის კოსტუმში ჟოზე არ ქონდა რა სხვა დანარჩენი რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერი აქვს და ეს მოუტანეთ ხო და რომ შემოვიდა ეს თოვლის ბაბუ ეხლა პატარა არის რაღაცა მომეკრო არ იმას რეაქცია არ აქვს და ნუ დავიწყეთ გახსნა ეხლა რომ აი ავტობუსი რო გინდოდა მეორე ავტობუსი და ამას არ აქვს რეაქცია რა სათამ ის რაღაცა მანქანა ველოსიპედი ის და ჟოზე რო გაიხდა ვაიმე ჟოზე და ჩაეხუტა და ამ იმის რა ქვია ვინც იყო მოსული მასკოტში ვინც იჯდა აი იმის სახე დავინახე რომ როგორი სახე ქონდა იცი რომ აი ვინ ბავშვ ჟოზეს როგორ ანატრებ რა ანუ პრივილეგია კი არა და ანუ აი როგორ იცი ეს ვინ ყოფილა ხო აი როგორ იცი რომ აი ბავშვი ცუდი მამა გაიჩიტა იმიტომ რომ მართლა ჟოზე ისეთი სათამაშო არის რომ აი შეიძლება ახალ წელს აჩუქოს ვიღაცამ თავის შულს ან თავის ნათლს ხო ესე არ არის რომ ყოველდღე მე ამას ბევრნაირი ჟოზე დიდი პატარა და ამას როგორ ახლა ამას იმიტომ ქონდა რეაქცია რომ ნაცნობი დაინახა ნაცნობი სათამაშო მაგრამ იმან რა იფიქრა იცი რომ აი შენ შვილს რო ჟოზე ენატრება და რა გაუხარდა ეგეთი პირიქით მობეზრებული უნდა ქონდეს და ხოდა შორის ის აჭარულის ტრენდი რო იყო ბავშვები კი არა ტიპებიც ეკავდნენ მაგაზე ანუ როგორ მოგაფიქრდათ ეგ შენი იდეა იყო თუ კონკრეტულად აჭარულის იდეა იყო რეზოსი რამდენიმე წლის წინ ერთი 4 თუ 5 წლის წინ მესიჯი გამომიგზავნა რომ ესეთი აჭარული ხო არ გავაკეთოთო და რაღაცა ესეთ დაკრული რა ესა რა რაღაცა თანამედროვე აჭარული თუ ის ხო და მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი აი 4 წელი თუ რაღაცა ვფიქრობდი რომ აი როგორ გაკეთებული იყო იმიტომ რომ ერთი არის იდეა მაგრამ მეორე წელს ვლაპარაკობდი ჩვენ პროფესიაში მაგას აქვს მნიშვნელობა რომ როგორ ანუ როგორ გააკეთო აჭარული ხო მაგრამ რა თემა იყოს იმ აჭარულში რა ზმღერის რა როგორი არანჟი იყოს რეპი იყოს როკი იყოს ფოლკი იყოს თავიდან ბოლომდე თუ რაღაცა და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მე დავაკავშირე იმასთან რა ქვია რომ სუხიშვილებთან შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იმიტომ რომ პირველ სერიაში ჟოზე თავის წარდგენას მომოდე იქ მიშა ცინცაძის სიმღერა არის პირველი სერია და თვითონ დაწერა ტექსტი და უბრალოდ ესე თქვა რომ ჟოზეს ცეკვა უნდა სუხიშვილებში და მე ეს გამახსენდა რომ სუხიშვილები ძალიან ცნობილი იყო მე რაღაც ეტაპზე ისე მოხდა რომ სუხიშვილებმა ატვირთა ეთყობა ეხლა ნახეს რომ ატვირთა ეს რომ აი ჟოზესაც სუხიშვილებში უნდაო თავის გვერდზე და მოკლედ აი 4 წელი კეთდებოდა ეს სერია თავისი ფიქრიად გაკეთებიან რეჟისურიან ნომერად. ძალიან დიდი ის ქონდა რა. ტიპებიც ეკავდნენ რაღაცა. ხო, მაგრამ პირველი აი ეგ იყო რა, რეზომ დამაფიქრა რომ ფოლკი ხო არ შემოვიდა. მაგრამ ისინი აქვს სიმღერები, იმიტომ რომ ნუ ეხლა დღეს სამომიდოდა გიორგი ხო გადავხედე რა რაღაცეებს და ნუ ყველაზე პოპულარული რაც არის წელიწადის დროები რა. მთელი გზა ვღიღიდე. ეგეთი არის, აკვიატება იცი ძალიან. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, ძალიან ესეთი საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. გამიხადა რომ გაგიცანით კიდე ახლოდან. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან დავაფასე. ბავშვს ძალიან გაუხარდება.
ყველაფერში წარმატებებს გისურვებთ ახალ პროექტებში. ჟოზე ხოისაც წარმატებულია დუქსი, ხო? დუქსი, დრაკონი დუქსი. დრაკონი ხო, დუქსი. დუქს გამოწერა ჭირდება ჯერ ეს არის. შეიძლება რო თქვა. და გადაიღეთ ახალი ანიმაციები, კაცს უნდა კონკურენტი ითხოვს კაცი და მეტი რა მეტი რა გაგითხრათ, ხო, რა ვიტო. ერთი სიტყვით ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ 20000-ზე რო ავალთ, საათს გაგითამაშებთ, უღრმესი მადლობა კომპანია წამის, კიდევ ერთხელ და შემდეგ ეპიზოდამდე